გორიშოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი 2014-2015 წლებში დაბადებულებს შორის მესამე ადგილზე დაასრულა. ხელბურთელებმა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ აღმოსავლეთ ზონაში გამარჯვება მოიპოვეს, ფინალურ ბლოკშიც კარგად იასპარეზეს. მათ ძალიან ცოტა დააკლდათ ფინალამდე, თუმცა მესამე ადგილისთვის მატჩში თბილისის ქარიშხალას 12-4 მოუგეს და საბოლოოდ ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. თამაშეთ საქართველოს ჩემპიონატი, როგორც 2011 წელი ვაჟებს შორის, ასევე 2014-2015-ში შერეულ გუნდში მივიღეთ მონაწილეობა. 2010-იანებში არ გამოგვივიდა წარმატებით, მე-4 ადგილზე დავასრულეთ ჩემპიონატი, მაგრამ ვიბრძოლეთ, ერთი გუნდი ვართ, მომავლის იმედი გვაქვს უпростоრად, რაც შეეხება 14-იანებს, სულ რაღაც ერთი თვე არ არის, რაც ეს გუნდი გავაკეთეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონები გავხდით, ყველა თამაშის გამარჯვება მოახერხეთ, 3-3 მოვიგეთ. დასავლეთის ზონალურ ეტაპზეც ვითამაშეთ და საერთო ჯამში საქართველოს ჩემპიონატზე დავიკავეთ მესამე ადგილი. პერსპექტიული გუნდია, იმედი მაქვს და მივიღეთ საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობა, რათა გაგვემარჯვებინა. მაგრამ ბოლომდე გამარჯვება პირველი ადგილი ვერ მოვიპოვეთ გასამარჯვებლად, მაგრამ გავედით მესამეზე. ჩვენ ამ შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ჩვენი პირველი ტურნირი იყო საქართველოს ჩემპიონატი და ძალიან გვიხარია. სამომავლოდ ვეცდებით, რომ გავაუმჯობესოთ ეს შედეგი.